Teraz słuchasz podcastu Polski z Lili. Tutaj nauczysz się czegoś nowego w ciekawy sposób, żebyś poprawił gramatykę, rozumienie ze słuchu i zaczął mówić po polsku. Słuchając tego podcastu możesz się uczyć polskiego gdzie tylko chcesz, w dowolnej sytuacji lub w dowolnym czasie. Więc zaczynamy! Witam, z tej strony Lili. Wróciłam do Was z kolejnym odcinkiem naszego podcastu Polski z Lili. მოგესალმებით, დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით ჩვენი გადაცემისა პოლონური ლილისთან ერთად. როგორ ხართ? იმედი მაქვს, რომ ხალისიანად გაატარებთ დღევანდელ კვირადღეს. მე კი დღეს მოვედი ძალიან სასარგებლო თემით. დღევანდელი გადაცემა არის მოსმენის სავარჯიშო, რომელშიც თქვენ ისწავლით ბევრ აუცილებელ და საჭირო სიტყვებს, რომლებიც ყველა დამწყებმა და არა მარტო მათ უნდა იცოდნენ. დღევანდელი ტექსტი ეხება საშინაო საქმეებს და ლექსიკასაც შესაბამის ვისწავლით. ასევე ყურადღება გამახვილებული იქნება სიხშირის ზმნიზედებზე. ესე იგი, სიტყვებზე, როგორიცაა მაგალითად ყოველთვის, ხშირად, ზოგჯერ, იშვიათად და ასე შემდეგ. ანუ სიხშირის გამომხატველი სიტყვები თუ რამდენად ხშირად ვაკეთებთ ამა თუ იმ მოქმედებას. აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან თქვენც იქნებით ამ გაკვეთილის პროცესში ჩართული. ანუ თავდაპირველად წავიკითხავ ტექსტს ნელი ტემპით, რომ შეძლოთ ტექსტის უკეთ გაგება და სიტყვების განცალკევება. შემდეგ კი წავიკითხავ ჩვეულებრივი სიჩქარით. ბოლოს კი შევამოწმებთ თქვენს ცოდნას, თუ ვინ როგორი ყურადღებით უსმენდა ტექსტს, დავსვამ ტექსტიდან გამომდინარე შეკითხვებს, რომლებზეც სწორად უნდა უპასუხოთ. მე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გადმოწეროთ დღევანდელ გაკვეთილში გამოყენებული ტექსტი თავისი თარგმანით და უცხო სიტყვების განმარტებებით ქართულ ენაზე. მზად ხართ? მაშ დავიწყოთ! სანამ გადავალთ ტექსტის ნელ წაკითხვაზე, მოდით გავაკეთოთ აი ამ ტექსტის ერთგვარი მონახაზი და ზოგადად რას ეხება ეს ტექსტი, რომ გაგიადვილდეთ მოსმენისას ტექსტიდან შინაარსის გამოტანა. ესე იგი, ეს ტექსტი არის, რა თქმა უნდა, რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული ტექსტი. დღევანდელი ტექსტი შეეხება ყოველდღიურ საქმიანობას, ანუ საშინაო საქმიანობებს, სახელწოდებით prace domowe. საშინაო საქმეები, რომელსაც მოგვიყვება ისევ და ისევ ჩვენი ანია, დიახ, ისევ ის დაგვეხმარება, რომ მოგვიყვეს აი ეს ამბავი. ესე იგი, ამ ტექსტში ის მოგვითხრობს, თუ რა საქმეებს აკეთებს ძირითადად, რისი გაკეთება მოსწონს შედარებით და რისი გაკეთება არ მოსწონს. ეს იქნება დაუთოება, სარეცხის გარეცხვა თუ სხვადასხვა აქტივობები. ახლა კი მოვუსმინოთ ტექსტს. Ogólnie lubię sprzątać, ponieważ porządek w domu jest bardzo ważny. Chociaż czasami ta rutyna jest bardzo męcząca. Są rzeczy, które trzeba robić często. Na przykład odkurzam dom co drugi dzień, ponieważ wszystko bardzo szybko się brudzi. Najbardziej nie lubię zmywać naczyń, dlatego że to wymaga dużo czasu i robię to codziennie. Niestety jeszcze nie mam zmywarki i często myję naczynia przez godzinę. Kiedy wstaję rano, najpierw zawsze ścielę łóżko. Wymieniam pościel 2 razy w miesiącu. Następnie
włączam pralkę i robię pranie. W tym czasie wychodzę wynieść śmieci. Wynoszę śmieci co 3 dzień, ponieważ kosz szybko się wypełnia. Następnie wracam do domu i gotuję śniadanie i robię kawę. Lubię gotować i zawsze gotuję w domu. Kiedy śniadanie już jest gotowe, oglądam telewizję i jem. Potem wyjmuję ubrania z pralki i wieszam na zewnątrz. Niektóre rzeczy robię rzadko. Na przykład prawie nigdy nie myję okien i nie prasuję. Nie umiem dokładnie prasować i dlatego nigdy tego nie robię. To nie jest łatwa praca. Trzeba poświęcać dużo czasu i energii. Od czasu do czasu sprzątam lodówkę. Wyjmuję wszystko z lodówki i wyrzucam niepotrzebne rzeczy. Oczywiście zazwyczaj staram się nie marnować jedzenia i oszczędzać jak tylko mogę. A ty co robisz często i czego nie robisz nigdy? ესეც ასე დავასრულეთ ჩვენი ტექსტის წაკითხვა ნელი ტემპით. იმედია არც ის ერთული ტექსტი იყო, ხოლო ვინც თulit რომ ძალიან ბევრი რამე ვერ გაიგეთ, არაუშავს, აი ეს სწორედ საწყისი ეტაპია. საწყისი ეტაპი უნდა დაიწყოთ, რომ მიეჩვიოთ მოსმენას. თქვენ შესაძლოა ჯერ არ გაქვთ ჩამოყალიბებული მოსმენის უნარჩვევები აი ამ კონკრეტულ ენაში. შეიძლება თავიდან რთულია ხოლმე სიტყვების განცალკევება ერთმანეთისგან, როდესაც მით უმეტეს არ გაქვთ ბევრი ლექსიკური მარაგი. მაგრამ ამისათვის საჭიროა უსმინოთ ძალიან ბევრი უცხო ენაზე, ამ შემთხვევაში პოლონურ ენაზე ძალიან ბევრი მოსმენის სავარჯიშოები უნდა გააკეთოთ, გავადრო და თქვენ უკვე შეამჩნევთ, რომ არც ის ერთულად არის საქმე და ასე ვთქვათ, შემოგესწავლათ უკვე ძალიან ბევრი სიტყვა. მოკლედ, ძალიან კარგი იქნება თუ ერთ რაღაცას მიეჩვევით, აი მაგალითად, როდესაც უკვე ეს გადაცემა დასრულდება, როდესაც უკვე მოსმენაში გამოცდით, ხო, თქვენს თავს ჩართეთ ტექსტი, რომელიც ამ გადაცემის ლინკში გაქვთ, გავშვით ეს გადაცემა, თვალი მიაყოლეთ აი ამ ტექსტს და სწორედ ასე უსმინეთ გადაცემას და თქვენ შეიმუშავებთ კითხვის ჩვევასაც, აი კითხვასაც დაიმუშავებთ, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ, როგორ გამოითქმის რომელი სიტყვა და ასე შემდეგ. და თუ ამას გაიმეორებთ, აი ამ ჩვევას თუ გაიმეორებთ, ძალიან ბევრ სიტყვასაც დაიმახსოვრებთ გამეორების გზით. ახლა კი დრო აღარ დავკარგოთ და მოვუსმინოთ ტექსტს უკვე ნორმალური სიჩქარით. ყურადღება. Ogólnie lubię sprzątać, ponieważ porządek w domu jest bardzo ważny. Chociaż czasami ta rutyna jest bardzo męcząca. Są rzeczy, które trzeba robić często. Na przykład odkurzam dom co drugi dzień, ponieważ wszystko bardzo szybko się brudzi. Najbardziej
nie lubię zmywać naczyń, dlatego, że to wymaga dużo czasu i robię to codziennie. Niestety jeszcze nie mam zmywarki i często myję naczynia przez godzinę. Kiedy wstaję rano, najpierw zawsze ścielę łóżko. Wymieniam pościel 2 razy w miesiącu. Następnie włączam pralkę i robię pranie. W tym czasie wychodzę wynieść śmieci. Wynoszę śmieci co 3 dzień, ponieważ kosz szybko się wypełnia. Następnie wracam do domu i gotuję śniadanie i robię kawę. Lubię gotować i zawsze gotuję w domu. Kiedy śniadanie już jest gotowe, oglądam telewizję i jem. Potem wyjmuję ubrania z pralki i wieszam na zewnątrz. Niektóre rzeczy robię rzadko. Na przykład prawie nigdy nie myję okien i nie prasuję. Nie umiem dokładnie prasować i dlatego nigdy tego nie robię. To nie jest łatwa praca. Trzeba poświęcać dużo czasu i energii. Od czasu do czasu sprzątam lodówkę. Wyjmuję wszystko z lodówki i wyrzucam niepotrzebne rzeczy. Oczywiście zazwyczaj staram się nie marnować jedzenia i oszczędzać jak tylko mogę. A ty, co robisz często i czego nie robisz nigdy? ძალიან კარგი, უკვე დავასრულეთ ჩვენი ტექსტიც და ახლა უკვე დროა ვუპასუხოთ მოცემულ შეკითხვებს და გავიხსენოთ თუ რა გვახსოვს და რა არ გვახსოვს და შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა. Bardzo dobrze, teraz możemy odpowiadać na kilka pytań i przypomnieć sobie, co pamiętamy i czego nie pamiętamy. და სანამ შეკითხვებზე გადავალთ, მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ პოლონური ლილისთან ერთად ასევე YouTube-ზე და გაწევრიანდეთ ჩემს არხზე, სადაც ნახავთ ვრცელი გრამატიკის ვიდეოებს და ასევე მოკლე ვიდეოების სახითაც გაკვეთილებს და ასევე შეგიძლიათ გამომყვეთ Facebook-ზეც და TikTok-ზეც. I teraz uwaga, czas na pytanie pierwsze. ახლა კი მოვუსმინოთ ყურადღებით პირველი შეკითხვის დროა. Jak często zmywa naczynia Ania? რამდენად ხშირად რეცხავს ჭურჭლებს Ania? A. Co drugi dzień. ყოველ მეორე დღეს. B. Raz w tygodniu. Ertchel კვირაში. C. Co trzeci dzień. ყოველ მესამე დღეს. და D. Codziennie. ყოველდღიურად. გავიხსენოთ სწორი პასუხი. არ ვიჩქაროთ. და სწორი პასუხია D. Codziennie, ანუ ყოველდღიურად. Ania zmywa naczynia codziennie. Ania, ესე იგი, ყოველდღიურად რეცხავს ჭურჭლებს სამწუხაროდ, როგორც ტექსტში გვითხრა. ახლა კი გადავიდეთ უკვე რიგით მეორე შეკითხვაზე. ყურადღებით მოვუსმინოთ. Uwaga, pytanie drugie. Jak często wymienia pościel? რამდენად ხშირად ცვლის თეთრეულს?
A. Raz w miesiącu, ertchel tvesi. B. 2 razy w miesiącu, ordzier tvesi. C. Raz w tygodniu, ertchel kwirashi. D. Co trzeci dzień. Ovel mesame dres. Გავიხსენოთ პასუხი, დავფიქრდეთ. და სწორი პასუხია B. 2 razy w miesiącu. Ordzier tvesi. Ania wymienia pościel zazwyczaj 2 razy w miesiącu. ჩვეულებისამებრ, ანუ როგორც წესი, zazwyczaj ცვლის თეთრეულს ორჯერ თვეში. A teraz czas na pytanie trzecie. Achla უკვე მესამე შეკითხვის დროა i proszę słuchać uważnie. Gtხოვთ ყურადღებით მოусმინოთ. I pytanie trzecie brzmi tak. Czego nie robi nigdy? Raz araketebs arastros. A. Nie prasuje. Ar autoebs. B. Nie robi prania. Ar reცხავს sareცხს. C. Nie pije kawy. Ar swams qavas. D. Nie sprząta lodówki. Ar asubtałebs maciwars. I teraz możemy sobie spokojnie przypomnieć. Ta სწორი პასუხია A. Nie prasuje. Ar autoebs. Ania nie prasuje nigdy, ponieważ ona po prostu nie lubi prasować. Ania არ უყვარს თურმე გაუთოება. არა, ნამდვილად ვერ გამაბრყუნებ, რადგან არც მე არ ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისაც ეხალისება და უყვარს ეს საქმე. კარგი, გადავიდეთ უკვე მეოთხე შეკითხვაზე და დღეისათვის ეს შეკითხვა იქნება უკვე ბოლო შეკითხვა და რომელსაც ექნება მხოლოდ 3 სავარაუდო პასუხი და ეს მე მგონი უფრო გაგვიადვილებს archiewans, więc słuchajmy teraz uważnie, ponieważ to jest ostatnie pytanie w tym odcinku i nasze pytanie brzmi tak. Czy Ania lubi sprzątać? Uqvars Anias dalageba. A. Nie lubi sprzątać. Ar uqvars dalageba. B. Lubi sprzątać. Uqvars dalageba. Da. C. Nie wspomina o tym w tekście. Amis შესახებ არ ახსენებს tekstში. Czyli to znaczy, że ona nie daje nam żadnej informacji o tym w tekście. I teraz pomyślmy spokojnie. Da სწორი პასუხია B. Ona lubi sprzątać. Mas uqvars dalageba. I tak, to jest prawda. Ona mówi o tym na początek tego tekstu i wspomina, że ogólnie ona lubi sprzątać i mówi, że porządek w domu dla niej jest bardzo ważny. და აი ასე ვასრულებთ დღევანდელი გადაცემის მესამე ეპიზოდს. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ტექსტი და ბევრ რამეს ისწავლით. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, შეაფასოთ ეს გადაცემა Spotify აპლიკაციაში და
დამიწეროთ შეფასება ვარსკვლავების სახით, რომელიც შემძენს მოტივაციას, რომ გავაგრძელო ეს საქმე. ძალიან დიდი მადლობა, რომ მისმენთ, მე კი მშვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ. Do usłyszenia!